და შენ წახვიდოდი მუმიის გახსნის სწავლობაზე. რავი ტრადიციები წარსულიდან, ვიქტორიანული ეპოქის სიგიჟეები. მე მინამდე მასწავლებელი ვარ, მეტი საინტერესო კონტენტისთვის გამოიწერე ჩემი არხი. შეინახე ეს ვიდეო და გაუზიარე მას, ვინც დაინტერესებულია ისტორიის უცნაური ფაქტებით. მე-19 საუკუნეში ხალხს სიკვდილთან უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა. აი სამი ფაქტი, რომელიც ამაში დაგარწმუნებს. პირველი, ვიქტორიანულ ეპოქაში ძალიან პოპულარული იყო სიკვდილის შემდგომი ფოტოგრაფია. ოჯახები გარდაცვლილ ნათესავებს, ხშირად ბავშვებს, ლამაზად აცმევდნენ, თვალებს უხატავდნენ, სპეციალურ სადგამზე აყენებდნენ და მასთან ერთად იღებდნენ საოჯახო ფოტოებს, თითქოს ისე, რომ ეს ადამიანი ცოცხალი იყო. მეორე, ინგლისში არსებობდა პროფესია ცოდვების მჭამელი. როცა ვინმე კვდებოდა, ოჯახი ქირავდა ღარიბ კაცს. გარდაცვლილის ქულმკერძზე პურტს დაადებდნენ და ამ კაცს აჭმევდნენ. ითვლებოდა, რომ ის გარდაცვლილის ცოდვებს საკუთარ თავზე იღებდა. და მესამე, ეგვიპტის აღმოჩენების პერიოდში ბრიტანელი არისტოკრატები აწყობდნენ მუმიის გახსნის სწავლებას. ისინი ყიდულობდნენ ნამდვილ მუმიას, ეპატიჟებოდნენ მეგობრებს, სვამდნენ ჩაის და სტუმრების თვალწინ ხსნიდნენ 3000 წლის წინანდელ ფარაონებს. დამიწერე კომენტარებში, რომელი მოვლენა მოგეჩვენა ყველაზე მეტად უცნაურად, მეტი საინტერესო კონტენტისთვის კი გამოიწერე ჩემი არხი.